2025 წლის ფილმები, რომლის რეკლამის ბიუჯეტში დაბალი ფინანსები იყო ჩადებული და ამის გამო შეიძლება გამოგჩენოდათ, მაგრამ მათ აქვს მაღალი რეიტინგები. შავი ტელეფონი 2. არაჩვეულებრივი ჰორორ ფილმია, მის პირველ ნაწილსაც კარგი რეიტინგები აქვს. უკვდავი, სისხლიანი გზა სახლისაკენ. მის პირველ ნაწილსაც კარგი რეიტინგები ჰქონდა, ეს არის ფაქტობრივად ფინური ჯონ უიკი. დინამიტის სახლი. ეს არის მძაფსიუჟეტიანი თრილერი იდრის ელბასთან ერთად და მთელი ფილმის განმავლობაში ჩვენ მართლა ვიმყოფებით დაძაბულებით. დამანგრეველი მანქანა ეს არის სპორტული ბიოგრაფიული ფილმი დუეინ ჯონსონთან ერთად, ვისაც გიყვართ MMA, აუცილებლად უყურეთ. ქრისტი, ესეც სპორტული ბიოგრაფია, მოგვითხრობს სპორტსმენ ქალბატონზე, რომელიც არის დაკავებული ბოქსით. მე ვილანძღები. ეს არის დრამა, მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც აქვს ტურეტოს სინდრომი. და კარამელო. არაჩვეულებრივი ფილმი 4 ფეხა მეგობართან ერთად, რომელიც ყურების შემდეგ გვიტოვებს იმედის მარცვალს. შენ კი თუ გიყვარს ფილმები და სერიალები, აუცილებლად გამომიწერე, რადგან ჩემთან ერთად აუცილებლად იქნები საქმის ყურში თუ რა ხდება კინოსამყაროს ინდუსტრიაში, დაალაიქე თუ მოგეწონა ვიდეო, დააშიარე, გადაუგზავნე მეგობრებს ასე რომ ვთქვა და დაამახსოვრე, რომ ამ სიას ხელთავიდან ჩამოვარო და გაიხსენო თუ რაზე იყო საუბარი. მე კი გემშვიდობები და მომავალ შეხვედრამდე.